ნაციონალების მოკავშირე ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიაში საქართველოს შესახებ ტყუილს აგზავნის წერილი, რომელიც როგორც ჩანს, საჯაროდ არ უნდა გავრცელებულიყო კურიერმა მოიპოვა ავტორი პოლონელი ქშიშტოფ ბრეიზა ირწმუნება, რომ თითქოს მთავრობა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ იცავს. ამ დეზინფორმაციის პასუხად თუნდაც მხოლოდ გასულ თვეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისაგან მიღებული მადლობა კმარა საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულების და იმ ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. ნაციონალური მოძრაობის ევროპული ოჯახი ახლა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ევროსაბჭოს მოტყუებას ცდილობს. ამიტომაა, რომ ევროპის სახალხო პარტია ამ სტრუქტურის პრეზიდენტს დეზინფორმაციულ წერილს უგზავნის, სადაც სრულიად დაუსაბუთებლად წერია, რომ საქართველოს რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარება. დახურული წერილი, სადაც იპიპ საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს, კურიერმა გაასაჯაროვა. ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველოს კრიტიკული ქვეყანა მზარდი სანქციების ბუშტი გახდა, რომელიც უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს, როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, მიზანმიმართული მარეგულირებელი ქმედება კონკრეტული სექტორების მიმართ და გაძლიერებული მონიტორინგი გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში. ეს წერილი ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ იმ კრიტიკულ სტატიაზე დაყრდნობით დაიწერა, რომლის ერთ-ერთი ავტორია ილია რუბანისია. რუბანისი ქართული კომპანია GeoCases მრჩეველია. ამავე კომპანიის თანამშრომელია ვიქტორ ყიფიანი. რა აკავშირებს ყიფიანს საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ ამ დეზინფორმაციულ კამპანიასთან? ადვოკატი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ეს დეზინფორმაციული ისტერია საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის ომის დაწყების დღიდან მიმდინარეობს. დაუსაბუთებელი ბრალდებების შემდეგ თავად ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველოს სწორი პოლიტიკა არის გარანტი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის დახმარებით სანქციებს გვერდს ვერ აუვლის. ამ ყალბი ნარატივით კი ევროპის სახალხო პარტია ახლა ცდილობს ჩვენი მოსახლეობა მოატყუოს. მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ არანაირი ფაქტი, ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდისავლისთვის. არადა კიდევ ერთხელ, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ ვიღაცამ შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობა. მაგრამ აი იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ გამოვლინდა. როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა. ყველა, ვინც ჩართული არის ამ დეზინფორმაციული ნარატივის შედგენაში და მათ შორის ეს ეხება GeoCases ამ თანამშრომლებს, ვინც ამაში არიან ჩართულები, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. მაშინ როცა საქართველოს უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმოდნენ თავს, ამ ბრალდებების ავტორი ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობით ეკონომიკურ სარგებელს იღებდნენ. ამ ფონზე მმართველი გუნდისთვის ნაციონალური მოძრაობის ევროპულ დაჯგუფებას, რომ ჩვენს ქვეყანას არასასურველი იარლიყი მიაკრას, არ გამოუვა. განვაცხადეთ თავიდანვე, რომ საქართველოს არასდროს გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი და ჩვენ ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ. და ის რომ ესე არის, ეს დასტურდება მათ შორის იმ მონიტორინგის ჯგუფებით, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში. მორიგის სიცრუე, რამდენი დელეგაცია უნდა გამოაგზავნონ ამის შესამოწმებლად, რომ კიდევ ერთხელ დაწყვეტენ. ჩვენ ყოველდღე თავართ, თუ გინდათ ყოველდღე გამოვაგზავნოთ. იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა მართალია, როდესაც ხელისუფლება მართალია, მას არაფრის არ ეშინია. და ყოველთვის მზად არის, თქვათ, ასეთი ურთიერთობებისთვის. წინა წერილიც ხომ გახსოვთ, სადაც მადლობას იხდიდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები არა ვართ, ამ ვალდებულებას ვასრულებთ ნებაყოფლობით და ასე გავაგრძელებთ. საერთაშორისო სანქციების დაცვაში ყველა საერთაშორისო და მათ შორის ევროპულ კვლევებში საქართველოს მოწინავე ადგილზეა, რაც ადგილობრივი თუ ევროპელი რადიკალების დეზინფორმაციულ კამპანიას პირდაპირ ანადგურებს.